საქართველოს პრეზიდენტი ბატონი ედვარდ შევარდნაძე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილი. საქართველოს მოქალაქეები, თქვენ ვაღმატებულება ბატონო საქართველოს პრეზიდენტო, უწმინდესო და უნეტარესო, დიდად პატივცემულო დამსწრე საზოგადოება. საქართველოს 3000 წლოვან ისტორიაში მე-20 საუკუნის ბოლო 10 წლეული უაღრესად დატვირთული იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენებით, ეროვნული მოძრაობის აღმავლობით და მოუკვდებლობის გამოცხადებით, ახალი საზოგადოებრივი წესწყობილების ჩამოყალიბებით. განსაკუთრებით არსებითი და მასშტაბური გახდა ეს პროცესი 1995 წლის კონსტიტუციის მიღების შემდეგ, როდესაც იქმნება ფუნდამენტური ნორმატიული ბაზა სწორი მიმართულებით დემოკრატიული განვითარებისა და მისი შეუქცევადობის უზრუნველსაყოფად. შედეგად, საქართველომ მიაღწია სახელმწიფოებრივი განვითარებით ისეთ დონეს, როგორიცაა კონსტიტუციური წყობა, რომელიც დადგენილი და შემოჭრილია კონსტიტუციით და ობიექტურად მოითხოვს სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობას. ჩამოყალიბების პროცესშია კონსტიტუციური წყობის ისეთი ნიშან-თვისებები, როგორიცაა ადამიანის უფლება, თავისუფლებათა უპირობო აღიარება და რეალურად უზრუნველყოფა, სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილება, სამართლის უზენაესობა, ეკონომიკური თავისუფლება და სახალხო სუვერენიტეტი. დღევანდელ მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ სახელმწიფოს აფუძნებს ხალხი თავისსავე საკეთილდღეოდ, საკუთარი ინტერესების რეალურად განხორციელების უზრუნველსაყოფად. ამის თაობაზე ლაკონურადაა ჩაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში. საქართველოში ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხის ძალაუფლების განხორციელების ერთ-ერთ გამოხატულებას კი ზუსტად სახელმწიფო ხელისუფლების ფორმირება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული, თავისუფალი და პერიოდული არჩევნების გზით წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს. პრეზიდენტისა, რომელიც წარმართავს და ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას, არის საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით 2000 წლის 9 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქართველმა ხალხმა სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად
მეორე 5 წლიანი ვადით აირჩია ბატონი ედუარდ შევარდნაძე. ვილოცავთ რა მას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, ვთხოვთ საქართველოს კონსტიტუციის 71 მუხლის მოთხოვნათა დაცვით აღასრულოს თავისი პირველი კონსტიტუციური მოვალეობა და ღვთისა და ერის წინაშე დადოს იცი. თქვენო აღმატებულება ვთხოვთ მობრძანდეთ. მე საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. თქვენო აღმატებულებაო ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, უპირველეს ყოვლისა თქვენ და სრულიად საქართველოს ულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქრისტე აღსდგა. აღსრულდა გამგება და ნება ღვთისა და ერისა, თქვენ კვლავ ჩვენი ერის მიერ არჩეული ბრძანდებით საქართველოს პრეზიდენტად და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ როგორც ადრე იქნებით სიმბოლო საქართველოს ძლიერებისა, მთლიანობისა, მშვიდობისა.
დღევანდელი ცისარტყელა, რომელიც ჩვენ ნახეთ ცაზე, გვაუწყებს იმას, რომ თქვენი პრეზიდენტობა იქნება მშვიდობიანი და კეთილდღეობითი. როცა ბრძენი სოლომონი აღვიდა სამეფო ტახტზე, თავისი მამის დავითის ტახტზე, მას გამოეცხადა უფალი და უთხრა, თხოვეო, თუ რა გჭირდება შენ. და სოლომონმა სთხოვა უფალს სიბრძნე და ცოდნა. სიბრძნე და ცოდნა, რომ მართო ერი შენიო. აი ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რომ სიბრძნე და ცოდნა უხვად გქონდეთ თქვენ და სიბრძნისა და ცოდნის მქონე ადამიანი იყვნენ მრავლად თქვენს გარშემო. დღეს ამ ბედნიერ დღეს მე ულოცავ სრულიად საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას. ღმერთმა დალოცოს საქართველოს პრეზიდენტი ბატონი ედუარდ გიორგი შევარდნაძე, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. სიტყვას ბრძანებს ბატონი პრეზიდენტი. ძვირფასო თანამემამულენო, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, როგორც მოგახსენებათ, კონსტიტუციის თანახმად არჩეული პრეზიდენტი ფიცდებს ხალხის წინაშე არჩევნების შემდეგ მესამე კვირას. ეს დღე მიმდინარე წელს დაემთხვა დიდ დღესასწაულს, წმინდა აღდგომას. ეს თითქოს ზეციური ღვთისნიშანია. ეს უფრო კანონზომიერებაა, ვიდრე შემთხვევითობა, რადგანაც ის სიმბოლურად მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ყველანი შემოbrუნდით რა ღმერთისაგან, უზენაესის ნებით ჩვენი სახელმწიფო აღდგა და აღმავლობის გზას დაადგა. პრეზიდენტის დღევანდელი არჩევნები და ფიცის დადება ხალხის წინაშე დიდ საკრალურ და ისტორიულ კონტექსტს იძენს იმის გამოც, რომ წელს ჩვენ აღნიშნავთ იოსებ ქრისტეს დაბადებიდან 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის თავს. ამ ისტორიულ დღეს დიდი მადლიერების ნობით მიმართავ სრულიად საქართველოს ხალხს, მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებს, განსაკუთრებით საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, იმ დიდი დახმარებისა და თანადგომისათვის, რამაც საშუალება მოგვცა წინა არჩევნებიდან განვლილი 5 წელი გამხდარიყო განსაკუთრებული ეტაპი საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლოვან ისტორიაში. 95 წლის 26 ნოემბერს მე აქ პირველად დავდევი ფიცი ღვთისა და ერის წინაშე, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა. დღეს მეორედ კონსტიტუციაში ჩაწერილი სიტყვებით მივმართავ ღმერთს, ჩემ ხალხს, სრულიად საქართველოს. პრეზიდენტის ინაუგურაცია, საზეიმო ფიცის დადება, მასთან დაკავშირებული სახელმწიფო ცერემონიალი
ერთ პიროვნებას არ ეკუთვნის. იგი ეძღვნება ხალხს, ხელისუფლების კონსტიტუციურ ლეგიტიმურ წყაროს, რომელმაც წარმოშვა, რომელმაც აირჩია პრეზიდენტი და ის უზენაესი კონსტიტუციური უფლებებით აღჭურვა. ეს ზეიმი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დემონსტრაციაა. უკვე ტრადიციად იქცა ინაუგურაციის დღეს ახლადარჩეული პრეზიდენტის ასვლა თაწმინდაზე. ეს თითქოს მისტიკური სულიერი შერწყმა ერის წარსულთან. მე დიდ მადლობას მოახსენებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, ქართულ სამღვდელოებას, ეკლესიას რეულს დიდი ზეიმისთვის სვეტი ცხოველში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას ეძღვნება. ამას განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება იესო ქრისტეს დაბადებიდან 2000 წლის თავზე. ეს ისტორიული აქტი ასაბუთებს საქართველოს საერო და სასულიერო ხელისუფლებათა საერთო ძალისხმევას ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. მეტად მნიშვნელოვანი იყო ეს ფაქტიც, რომ საქართველოს პრეზიდენტმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ერთად მიიღეს მონაწილეობა იერუსალიმში ქრისტესობის 2000 წლის თავისთავად მიზღვლილ მსოფლიო ქრისტიანთა ზეიმში. სიმბოლურია ის, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება რუსთაველის გამზირზე, სადაც კომუნისტურ ეპოქაში ჩვენ ყველამ ერთად თელმა ხალხმა დავიცავით ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა. აქ რუსთაველის პროსპექტზე 99 წლის 9 აპრილს დაიღვარა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა წმინდა სისხლი. აქვე ახდა მათი ოცნება, გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. თვითფასო მეგობრებო, თქვენ იცნობთ საქართველოს პრეზიდენტის წინასაარჩევნო პროგრამას, რომელმაც 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში პრეზიდენტს გამარჯვება მოუტანა. ხალხისა და პარლამენტისადმი ჩემს მიმართვაში თქვი და ახლაც მინდა ხაზი გაუსვა საქართველოს უახლესი ისტორიის ზოგიერთ ტენდენციას, რომლებიც კონცენტრირებულად ასახავენ წინა საპრეზიდენტო არჩევნებიდან ბოლო არჩევნებამდე განვლილი პოლიტიკური და სოციალური ეკონომიკური განვითარების ძირითად შედეგებს. რა თქმა უნდა, ძალიან ლაკონურად. იმ პროგრამაში ნათქვამი იყო, რომ 95-2000 წლებში საქართველოში ერთი სოციალურ-ეკონომიკური წყობა შეიცვლებოდა ახალი სოციალურ-ეკონომიკური წყობით, რომ ისტორიულად უმოკლეს ვადაში 4-5 წელიწადში შევქმნიდით, ავაშენებდით დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოს. ეს იყო პროგრამის ყველაზე მთავარი და თითქმის ყოვლის მომცველი კომპონენტი და ეს დაპირება 2000 წლისათვის შესრულდა. ეს არის ჩვენი ხალხის უდიდესი ისტორიული გამარჯვება და რაც მთავარია, ეს პროცესი შევექცევადია წელს ჩვენ საქართველოს ისტორიის ახალი თავი დავიწყეთ. 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ არ გქონდა საერთოდ სახელმწიფო. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მხოლოდ ქაღალდზე იყო დეკლარირებული. ქვეყანაში მძინვარებდა სამოქალაქო ომი და ქაოსი. ჩვენ დავამყარეთ მართლწესრიგი და კანონიერება. განვლილი 5 წლის მანძილზე პრეზიდენტის პროგრამის შესაბამისად მუშაობა ხორციელდებოდა შემდეგი მთავარი მიმართულებები: სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ფორმირება. 95 წლის პროგრამით დასახული ეს მიზნები მიღწეულია, ძვირფასო მეგობრებო. ბოლო 5 წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ახალი ტიპის საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლება. შეიქმნა საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკა. ბოლო 5 წლის მანძილზე კონსტიტუციის შესაბამისად საფუძველი ჩაეყარა ჭეშმარიტ ქართულ პარლამენტარიზმს. ნაყოფიერად მუშაობს საქართველოს პარლამენტი. ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებულია 600-ზე მეტი კანონი, მათ შორის 30 ფუნდამენტური. განვლილ 5 წელში ჩამოყალიბდა სასამართლო ხელისუფლება, კონსტიტუციის სასამართლო
განხორციელდა და სასამართლო და სამართლებრივი რეფორმები. პრეზიდენტის ახალ პროგრამაში გათვალისწინებულია სასამართლო ხელისუფლების შემდგომი სრულყოფისა და სასამართლო და სამართლებრივი რეფორმის შემდგომი გაღრმავების საკითხები. ამასაც საჭიროა გავითვალისწინოთ შეძენილი გამოცდილება. რეფორმა რევოლუცია არ არის. სამართლებრივი და სხვა რეფორმები კვლავ პრინციპულ, შვიდ და საქმიან ვითარებაში უნდა განვახორციელოთ. 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ არ გქონდა სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ ბოლო 5 წლის მანძილზე ავაშენეთ სამოქალაქო საზოგადოების საფუძვლები. 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ არ გქონდა სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა. ჩვენ გავასრულეთ საბაზრო ეკონომიკის ძირითადი საფუძვლების ჩამოყალიბება. პრეზიდენტის ახალი პროგრამა საბაზრო ეკონომიკის შემდგომი განვითარების ხუთწლიანი პროგრამაა. 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ არ გქონდა ლეგიტიმური მუნიციპალური ხელისუფლება და თვითმმართველობა. ბოლო წლებში ჩამოვაყალიბეთ ადგილობრივი თვითმმართველობა, ჩავატარეთ არჩევნები და განვახორციელეთ რეფორმები ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში. 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ ფაქტობრივად არ გვყავდა არმია, ორგანიზებული შეიარაღებული ძალები. 5 წლის მანძილზე შევქმნით ეროვნული შეიარაღებული ძალები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებზეა ორიენტირებული. ბოლო 5 წლის განმავლობაში დემოკრატიული მშენებლობის, პოლიტიკური ცივილიზაციისა და კულტურის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის სფეროში მოპოვებული წარმატებების შედეგად გავხდით ევროსაბჭოს წევრი. იმავე დროს გვაქვს უაღრესად სერიოზული ნაკლოვანებების, გადაუჭრელი პრობლემები, რომელთა მოგვარება გათვალისწინებულია პრეზიდენტის ახალ ხუთწლიან პროგრამაში. არ არის აღდგენილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რაც მთელი ქვეყნის ყველა მოქალაქის და რა თქმა უნდა პირველ რიგში პრეზიდენტის ყველაზე დიდი ტკივილია. ძირითადად დავძლიეთ ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ვერ აიყვანეთ საარსებო მინიმუმის დონეზე ხელფასები, პენსიები, სტიპენდიები, ტოლვილთა და იზოლებით ადმინისტრაციულ პირთა შემწეობები. დიდი პრობლემები გვაქვს ხალხის კეთილდღეობის ამაღლების სფეროში. დღემდე დაუძლებელია საბიუჯეტო ტერორი. ძირითადად დავძლიეთ ინფლაცია, ჰიპერინფლაცია, ჩავატარეთ საბანკო და საფინანსო რეფორმები, მაგრამ სოციალური სფერო კვლავ რჩება ჩვენ უმთავრეს საზრუნავად. მე კატეგორიულად მოვითხოვე მთავრობის წევრებისაგან, მინისტრებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებისაგან, თუ ახლეს დროში ბოლოს ვერ მოუღებთ საბიუჯეტო კრიზისს, მთავრობის ბევრ წევრს, ძველსა თუ ახალს, რეგიონის ხელმძღვანელს მოუწევს გამოეთხოვოს თავის ადგილს, მეტის მოთმენა შეუძლებელია. ეკონომიკა საბაზრო რელსებზე დავაყენეთ, მაგრამ ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფცია ანგრევს სახელმწიფოს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება სპეციალური საპრეზიდენტო პროგრამის, სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უდიდესი ეროვნული და პოლიტიკური საქმეა. ეს საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხია. 5 წლის წინ ჩვენ საქმე გქონდა ეროვნულ შეურიგებლობასთან, გაბზარულ ეროვნულ ცნობიერებასთან. მინდა მოგახსენოთ, რომ დიდი მუშაობა შესრულდა ეროვნული შერიგებისა, თანხმოვანისა და კონსენსუსის დამყარების თვალსაზრისით. მემხედველობაში მაქვს 91-92 წლების მოვლენების შეფასება პარლამენტში, პირველი შეფასება, შენდობის საპრეზიდენტო აქტები და დოკუმენტები. მე მინდა განმარტო, მეგობრებო, ის რაც გაკეთდა არ არის მოწყალება, არამედ ეს არის სახელმწიფოს ნების გამოვლინება. ნურამიშევოს შეეცდება დამოუკიდებელი საქართველოს დობის ბოროტად გამოყენებას. ქვეყნის პრეზიდენტი კვლავაც შეიძლება წარმოიდგინოთ ყველა მოქალაქის, მისი მომხრისა თუ იდეური მოწინააღმდეგის ინტერესების დამცველად, მაგრამ ჩემი მოქმედება კვლავაც იქნება განპირობებული ქვეყნის სიძლიერის, ერთიანობის, ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის ინტერესებით. ვინც ამ ჩარჩოში ვერ მოთავსდება, საქმე კვლავ კანონთან, მართლმსაჯულებასთან ექნება. ასეთია საერთო პოლიტიკური პანორამა ჩვენი ქვეყნისა. ხელისუფლების არსებულ კურსს
ალტერნატივა რა აქვს. არც ერთ სხვა პარტიას, ბლოკს, ფრაქციას, პოლიტიკურ გაერთიანებას უფრო დასაბუთებული და მეცნიერული პროგრამა და პროექტი არ გააჩნია, რადგანაც მოქმედი საპრეზიდენტო პოლიტიკა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის მიღწევებს შეესაბამება. ახალი საპრეზიდენტო პროგრამა განიხილავს ქართულ სახელმწიფოს როგორც ეროვნული სახელმწიფოებრივი ერთიანობის საფუძველს და იძლევა ასეთი სახელმწიფოს მოკლე რეტროსპექტულ მიმოხილვას. პროგრამაში მოცემულია საქართველოს გაიმთავრების აქტუალური სტრატეგიული ამოცანები, სოციალური სფეროს გარდაქმნა, განათლების სისტემის გაძლიერება, დიდი აბრეშუმის გზა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაიმთავრება, სახელმწიფო როგორც მე ვთქვი, 180 გრადუსით შემოbrunდება ეკონომიკისაკენ. პრეზიდენტის ახალ ხუთწლიან პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების სრულყოფას. როგორც იცით, გაფართოვდა სახელმწიფო მინისტრის ფუნქციები. თუ ამ ცვლილებებმა სასურველი შედეგი არ მოგვცეს, ვფიქრობთ უფრო რადიკალურ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე. შეიქმნა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ორი სამინისტროს გაერთიანების ბაზაზე. შეიქმნა შემოსავლების სამინისტრო. ამან პრაქტიკულად მოამზადა ნიადაგი სამინისტროთა და დეპარტამენტების გონიურული გამსხვილება გაფართოების პროცესისათვის. მზადდება მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი სტრუქტურის პროექტი. როგორც წინა, ასევე ახალ პროგრამაში დიდი ადგილი უჭირავს რუნვას შეერაღებულ ძალებზე, სამართალდამცავ ორგანოებზე, ძალოვან სტრუქტურებზე საერთოდ. სრულფასოვანი არმიის, სასაზღვრო ჯარის უშიშროების სამსახურის, პოლიციის, შინაგანი ჯარების, იუსტიციის, პროკურატურის და სხვა სტრუქტურების ეფექტიანი ფუნქციონირების გარეშე არ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო. დღეს, მეგობრებო, საქართველოს შეერაღებული ძალების დღეა. კიდევ ერთხელ ულოცავ ამ ზეიმს ჩვენ არმიას და მთელ საქართველოს. საქართველოს თვითონვე აკონტროლებს თავის საზღვრებს. ხორციელდება სტამბოლში ხელმოწერილი ხელშეკრულება რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოსთან გატანის შესახებ. ჩვენ დიდად ვაფასებთ რუსეთის ახალი ხელმძღვანელობის კონსტრუქციულ პოზიციას ამ ურთულესი პრობლემის გადაწყვეტის პროცესში. კანონიერების დარღვევასთან, დამნაშავეობასთან, ტერორიზმთან, ნარკობიზნესთან, იარაღის გავრცელებასთან, რეკეტთან, მაფიასთან ბრძოლა, კრიმინოგენური სიტუაციის გარშემოსაღება ბოლო 5 წლის მანძილზე პრეზიდენტის პროგრამის შესაბამისად ხორციელდებოდა. განვლილ პერიოდში ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად იქნა დასახული ავტონომიური წარმონაქმნებისა და მუნიციპალური ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების ფორმირება. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ დიდი მუშაობა განხორციელდა, განსაკუთრებით ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. აუცილებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქართული შესაბამისად, ქარტიის შესაბამისად მომზადდეს ახალი კანონები, სრულებანი და დამატებანი შეტანილი იქნეს მოქმედ კანონმდებლობაში. ამას წინათ პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა გადაწყვეტა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის საკითხი. შეივსო გარკვეული ვაკუუმი კონსტიტუციაში, წინ უფრო რთული საქმიანობა გველოდება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრინციპები ნათლადაა ჩამოყალიბებული საპრეზიდენტო პროგრამაში. როგორც განმაცხადე, მშობლიური აჭარა, საქართველოს სისხლი და ხორცი რეალურ ავტონომიურ ფორმირებად უნდა იქცეს. გადასაწყვეტია, მეგობრებო, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონსტიტუციური და არა მარტო კონსტიტუციური პრობლემები. ამ საკითხებზე ჩვენთან ერთად ფიქრობენ და მუშაობენ მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები, პირველ რიგში საქართველოს მეგობრების ჯგუფის წარმომადგენლები. პირველ რიგში საქმე ეხება კონფლიქტების შედეგად 300,000-მდე დევნილი, ტოლვილი და იძულებით ადგილნაცვალი პირის ბედს. დარწმუნებული ვარ, რომ აჭარის სტატუსის კონსტიტუციური განსაზღვრა ხელს შეუწყობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების ასევე კონსტიტუციურ გადაწყვეტასაც. ეს ჩემი ახალი საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. პრეზიდენტის ახალი პროგრამა ითვალისწინებს უმცირესობათა, განსაკუთრებით ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების დაცვას, საქართველოს
მოსახლეობის ეთნიკური სპექტრი მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. საჭიროა ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების უფრო უკეთ გათვალისწინება ჩვენს ყოველდღიურ პოლიტიკაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. პრეზიდენტის ახალი პროგრამა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ეკლესიასთან, სხვა კონფესიებთან, კონსტრუქციულ ოპოზიციასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, პროკავშირებთან, შემოქმედებით გაერთიანებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასმედიასთან, პრესასთან, ტელევიზიასთან, რადიოსთან, ჟურნალისტთა საერთაშორისო კორპუსთან მუშაობის სრულყოფას. საქართველოში 4000-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. 500-ზე მეტი მათ შორის აქტიურ მოღვაწეობას ეწევა. ქალთა 40-მდე გაერთიანებას სახელმწიფოს მეტი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. პრეზიდენტის პროგრამაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კულტურის, მეცნიერების, თანამედროვე ტექნოლოგიების, ლიტერატურის, ხელოვნების საკითხებს, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ორგანიზებული განათლების, ჯანდაცვის, დემოგრაფიის, ეკოლოგიის, სპორტის, ტურიზმისა და სხვა სოციალურად მნიშვნელოვან პრობლემებს. წელს მსოფლიო ოლიმპიური შეჯიბრების წელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ოლიმპიურ შეჯიბრებებში წარმატებების მისაღწევად. ქართველ ოლიმპიელებს ვპირდები დახმარებას და მხარდაჭერას, ჯერა რომ ისინი გაახარებენ საქართველოს. მე მივესალმები ინტელიგენციას, ახალგაზრდობას, სტუდენტობას, მოსწავლე ახალგაზრდობას. მადლობას მოახსენებ არჩევნებში მხარდაჭერისათვის. პრეზიდენტის პროგრამაში მათ დიდი ადგილი უჭირავთ. მათზე ზრუნვა პრეზიდენტის ახალი პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა თვითმიზანი არ არის. ის მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ტურიზმის, ვაჭრობის განვითარების საფუძველზე სოციალური პოლიტიკის სრულყოფის, ადამიანის კეთილდღეობის ამაღლების ინსტრუმენტია. შემუშავებულია სახალხო მეურნეობის თითქმის ყველა დარგის წინსვლის მეცნიერული კონცეფციები და პროგრამები. ტრასეკას საერთაშორისო პროექტი, საქართველოს კოსმოსური პროგრამა, ბაქო-თბილისი-ჯეიხანის, ბაქო-თბილისის სუფსის ნავთობსადენები და ტრანსკასპიური გასადენები, ახალი ჰესების და ნავსადგურების მშენებლობა დიდ პერსპექტივას უქმნის 21 საუკუნის საქართველოს. ეს არის დიდ ეროვნულ მშენებლობათა შთამბეჭდავი პანორამა. ორიოდე სიტყვა ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენთან დაკავშირებით მოლაპარაკების შესახებ. გუშინ წინ პრეზიდენტმა კლინტონმა დაადასტურა თავისი შეფასება ამ პროექტისა, როგორც მე-20 საუკუნის დასასრულის უდიდესი ჩანაფიქრისა, რომელიც ახლა უკვე რეალობად იქცევა. დამთავრდა მოლაპარაკებები ვაშინგტონში, მიღწეულია შეთანხმება ყველა ძირითად საკითხზე. უნდა აღვნიშნოს საქართველოს დელეგაციის ბატონები მენაღარიშვილი, ჭანტურია, ჯაფარიძე, დიდი და კონსტრუქციული წვლილი ამ წარმატებაში. ამ გრანდიოზული პროექტის წარმატებასთან დაკავშირებით მე მივესალმები აზერბაიჯანის პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევს, თურქეთის პრეზიდენტს სულეიმან დემირელს, ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს. მე მივესალმები და ულოცავ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბილ კლინტონს, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მარშრუტის გამარჯვებაში. თქვენ უკვე მოისმინეთ მისი სიტყვები მისალმებისა. მეგობრებო, ეს საქართველოს აღიარება და გამარჯვება, გილოცავთ ამ გამარჯვებას. განსაკუთრებული ხელშეწყობა ექნება საერთოდ ბიზნესის, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას. შემუშავდება მცირე ბიზნესის განვითარების სახელმწიფო პროგრამები. ხელი უნდა შეუწყოთ მეწარმეებს, ბიზნესმენებს, მრეწველებს, ფერმერებს, კომერცანტებს, ბანკირებს, ფინანსისტებს, ყველას, ვინც ხელს უწყობს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას. საქართველოს ბედი მათ წარმატებაზეა დამოკიდებული. უნდა დავიცვათ შიდა ბაზარი კონკურენტუნარიანი გადამოშენარჩუნებით და გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე. მსოფლიო სტანდარტებს უნდა პასუხობდეს ქართული პროდუქცია.
დავზრიოთ ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდო, მოიზიდოთ უცხოური ინვესტიციები და მივაღწიოთ სტაბილურ კეთილდღეობას. ეკონომიკის აღმავლობამ ხელი უნდა შეუწყოს ძლიერი სოციალური პოლიტიკის საერთაშორისო სტანდარტების დონეზე შემუშავებას და განხორციელებას. ეს ჩვენი ეროვნული ღირსების, ჩვენი პრესტიჟის, ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხია. დიდი ძვრებია ჯანდაცვის სფეროში, რეფორმებისა და ძელვადიანი სახელმწიფო პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით. კიდევ უფრო მეტი ცვლილებები იქნება უკეთესობისკენ უახლოეს 5 წელიწადში. 2002 წლისათვის, როგორც უკვე განაცხადე, სრულიად საქართველოში საშუალო განათლება უფასო იქნება ყველგან თარშიც და ბარშიც. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შემუშავებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო 3 წლიანი პროგრამა. 3-4 წლის განმავლობაში სიღატაკეს დავძლებთ, დიდრებსა და ღარიბებს შორის ზღვარს ნიშნულ ნაცვლად შევამცირებთ. მე ამ მაღალი ტრიბუნიდან ინაუგურაციის დღეს გულის ტკივილი და მობოდიშებით მიმართავ საქართველოს მოქალაქეებს, პენსიონერებს, ვეტერანებს, ინვალიდებს, ტოლვილებს, სტუდენტებს, სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც დროზე ვერ იღებენ ხელფასებს, პენსიებს, შემწეობებს, დახმარებებს, სტიპენდიებს. იმავე დროს გაძლევთ პრეზიდენტის სიტყვას, რომელიც მდგომარეობა ყველაზე ოპტიმალურ, პრაქტიკულად შესაძლებელ ვადებში გამოსწორდება. ახალი განახლებული მთავრობა განახლებულ პროგრამას წარმოადგენს. პრეზიდენტის ახალ პროგრამაში სოციალური პოლიტიკა უმთავრესი პრიორიტეტია. უნდა ავამაღლოთ ცხოვრების ხარისხი. საქართველოს მოქალაქეს უნდა შეუქმნას ღირსეული ცხოვრების პირობები. ამის გარეშე თვით ქვეყნის დამოუკიდებლობის უმაღლეს იდეასაც კი ჭრილი ადგება. მე მინდა დიდი მადლობა მოახსენო მსოფლიოს ქვეყნების პრეზიდენტებს, პარლამენტებს, მთავრობათა მეთაურებს, მსოფლიოს გამოჩენილ პოლიტიკოსებს, პარლამენტარებს, დიპლომატებს, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, კულტურის, მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების მოღვაწეებს, რომლებმაც მომილოცეს პრეზიდენტად არჩევა. ჩვენ უსათხოვოდ გავითვალისწინებთ მეგობარი ქვეყნების მეთაურთა რჩევებს და რეკომენდაციებს, რომლებიც გამოთქმულია მათ მოლოცვებში. ჩვენ მათ აღვიქვამთ როგორც ზრუნვას საქართველოზე, მის მომავალზე, მის ხვალინდელ დღეზე. დიდი მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციების, მსოფლიო არასამთავრობო ინსტიტუტების მეთვალყურეებს, რომლებიც ჩამოვიდნენ არჩევნებზე, საქართველოსა და მსოფლიო მასმედიის, პრესის, რადიოს, ტელევიზიის, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებს, ჟურნალისტებს, პუბლიცისტებს, რომლებმაც ობიექტური ინფორმაცია გაავრცელეს საქართველოში 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. მადლობა მინდა მოახსენო დროებით უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არჩევნების დღეს საზღვარგარეთ აძლევდნენ ხმას საქართველოს პრეზიდენტს. ახლოვდება დრო ძვირფასო თანამემამულენო, სამშობლოში თქვენი დაბრუნდებისა. ახლოვდება ეს დრო. აქ თქვენ ძალიან საჭირო იქნებით დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის. პრეზიდენტის ახალ პროგრამაში ხაზგასმულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები. ევროპასთან, პირველ რიგში ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავება. ევროატლანტიკური კავშირის სახელმწიფოებთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში. ხელშეკრულება რუსეთთან, ჩვენ დიდ მეზობელთან 94 წელს გაფორმდა. იგი დღემდე არაა რატიფიცირებული რუსეთის მხრივ. ჩემი წარმოდგენით, ეს ხელშეკრულება იქნებ კიდეც მოძველდა. ამიტომ უნდა ვიფიქროთ ახალი ორმხრივი დიდი ხელშეკრულების დადებაზე, თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. მშვიდობიანი კავკასიის იდეის რეალიზაცია, კავკასიაში რეგიონალური თანამშრომლობა, საერთაშორისო ურთიერთობანი დიდი აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში საერთაშორისო ძალისხმევის გაღრმავება ჩვენი გადაუდებელი ამოცანაა. გასული 5 წლის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ურთიერთობა მსოფლიო ბანკთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ევრობანკთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან, სხვა საერთაშორისო ეკონომიკურ ცენტრებთან. დიდი მადლობა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატურ კორპუსს, საქართველოს უცხოელ მეგობრებს, რომლებიც ესწრებიან დღევანდელ ზეიმს, რომლებმაც მომილოცეს პრეზიდენტად
არჩევა. დიდი მადლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ცენტრალურ შტაბს, ცენტრალურ და ადგილობრივ საარჩევნო შტაბებს, რომელსაც კოორდინაციას ბატონი ზურაბ ჟვანია ახდენდა. დიდი მადლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ადგილობრივ საარჩევნო კომისიებს, დობით აღჭურვილ პირებს, მხარდამჭერთა დარბაზებს, მოქალაქეთა კავშირს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ჩემს თანამოაზრეებს, თანამებრძოლებს, სამხარეო და ადგილობრივ ადმინისტრაციებს, მერებს, საკრებულებს, გამგებლებს, სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონების საფუძველზე ჩატარებული იყო საპრეზიდენტო არჩევნები. ძვირფასო მეგობრებო, ჩემს ახალ პროგრამაში წერია და დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ. 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში ვითხოვდი მოგეცათ ჩემთვის ახალი მანდატი, იმისათვის რომ ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე. ახალი მანდატი სიღატაკისა და სიღარიბის დაძლევისათვის და თითოეული მოქალაქის კვალიფიკაციის შესატყვისის სამუშაო ადგილის შექმნისათვის. ახალი მანდატი სოციალური უსამართლობის მოსპობისათვის, პენსიებითა და ხელფასებით საქართველოს მოქალაქეების გარანტირებული უზრუნველყოფისათვის. ახალი მანდატი საქართველოში განათლების ახალი სისტემის შექმნისთვის, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინებისათვის. ახალი მანდატი საბიუჯეტო წესრიგის დამყარებისა და კორუფციის დამარცხებისათვის. ახალი მანდატი საბაზრო ეკონომიკის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ინსტიტუტების ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფი მექანიზმების შექმნისათვის და ახალი მანდატი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქართული სახელმწიფოებრიობის შემდგომი გამტკიცებისათვის. მე ეს მანდატი მივიღე და დღეს საჯაროდ ვაცხადებ, რომ მზად ვარ განმახორციელო ახალი 5-წლიანი პროგრამა. ერთიანი საქართველო, ერთიანი ერი, აი ჩემი უმთავრესი ამოცანა და ცხოვრების მიზანი. ეს იქნება ძნელი ბრძოლა, მაგრამ მე მზად ვარ ვიკისრო ეს ისტორიული პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ჩემ ხალხთან ერთად. მე მოგახსენოთ, რომ იქნება ცალკეული ცვლილებები ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ სტრუქტურებში, ღირსეულად დაფასდებიან დამსახურებულნი, ზნეობრივად შეუღალავი კადრები და აუცილებლად გავთავისუფლდებით ადამიანებისაგან, ვინც კორუფციის წუმპეში შეეფლო, ან ჩაბარებული საქმის მართვაში ძველი კლიშეებით ხელმძღვანელობს, თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას. მაგრამ იცვლება რაც ცხოვრება, უნდა იცვლებოდეს თვით პრეზიდენტიც, მუშაობის მისეული სტილი, მეთოდები და პრაქტიკა. საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ვერ იქნება ისეთი, როგორც ის იყო 92-ში, ან 95-ში, თუნდაც 2000 წლის დასაწყისში. აღარ ვლაპარაკობს საბჭოთა წლებზე. აზროვნების მასშტაბებით, ნოვატორობით, შემოქმედებით პოტენციალით იგი თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს, მუდმივად წინ და წინ ილწოდეს მხოლოდ. დღევანდელი პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, პიროვნების თავისუფლებისა და დემოკრატიის სადარაჯოზე უნდა იდგეს. ამასთან იგი უფრო მკაცრი, უფრო მომთხოვნი და შეურიგებელი უნდა იყოს ჩვენი პრინციპებიდან გადახრების მიმართ. ხშირად გაიგონებ, ჩვენ გვახსოვს ძველი შევარდნაძე, მუს დაარტყამდა და წესრიგს დამყარებდა. უნდა განვასხვაოთ, ჩვენ არა ძველი, არამედ ახალი შევარდნაძე, ახალი პრეზიდენტი გვჭირდება. ახლებურად მოაზროვნე, უფრო მტკიცე, უფრო მკაცრი, უფრო სამართლიანი, რომელიც მესამე 1000 წლების პირველ 5 წელშივე ჩაუყრის საფუძველს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, გაძლიერებას, სახალხო კეთილდღეობას, აი ამ ტიპის ახალ პრეზიდენტობას გვირდებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ათეულება მეტროშე
საქართველოს პრეზიდენტს მიესალმებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე იმართება საზეიმო აღლუ, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას ეძღვნება. კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ინაუგურაციის ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მცხეთაში გაემგზავრება, სადაც სვეტიცხოვლის ტაძარში მისაბაძის სამბოლოდ საზეიმო წირვა ჩაატარა. საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ ტრანსლაციას სვეტიცხოვლის ტაძრიდან.